ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი მის ცხოვრებაში საბჭოთა იმპერიის პირობებში 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის აქცია იყო, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა. რატო წავადგენ გალაქტიონ ტაბიძეს? უბრალოდ გალაქტიონს. გალაქტიონს ყველაზე გენიალურ კომპოზიტორს ქართული პოეზიისა. მე მგონი აქ შეკითხვა არ გააჩნია. დიდი მადლობა. ალბათ ნება მოვეცით, მოგესალმოთ, ლექსემო, ლექსემო, კონდეს ლაღი, სუბუქი ფრთები. აყოლებული მდელო, გასაოცარი მთები. გალაქტიონმა იცოდა, რომ იყო ერთადერთი გამორჩეულად ნიჭიერი და შეუდარებელი, სხვა მრავალ აღიარებულ მწერალს შორის. დიდი დღეების მომავალს ვაშა. ბატონ ზურაბ-თელიაშვილი. ცოტა უცნაური ახლა პოეტის მიერ, პოეტის წარდგენა, რა თქმა უნდა, არ არის იოლი საქმე. მით უმეტეს, როცა ეს პოეტი გალაქტიონია. პოეტის წარდგენა გავს ალბათ სტიქიის წარდგენას, რაღაც აბობოქრებულ ოკეანეს, როცა შეიძლება წარუდგინო ადამიანებს ქარბუქი, რაღაც ისეთი სტიქია, რომელიც, რა ვიცი, არის დამანგრეველის და არის ამავე დროს მშვიდიც. არის ამავე დროს ანკარაც. არის ქართული კულტურა ალბათ რაღაც უხილავი ოქროს ძაფია და მასზე არის აგებული მარგალიტები. წყინვალი მარგალიტები და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წყინვალი მარგალიტი ეს არის გალაქტიონი. ერთი პატარა მარგალიტიც რომ მოვაცილოთ ამ ძაფს, ის დაიშლება. დაიშლება ქართული კულტურა. ქართული პოეზია და ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ქართული პოეზიის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს ქართული კულტურა. შეუძლებელია ქართული პოეზია არსებობდეს გალაქტიონის გარეშე. დღეები ქრიანვით კამათელი და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობა. წელიწადები წარვლიან ძველნი, შეიცვლებიან ქარით სიონი. როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიონი. მე ვთვლი, რომ გალაქტიონს ჰქონდა ამის თქმის უფლება. ეს არ არის მხოლოდ პოეტური ეგო. მე ამას ვხედავ ცოტა სხვანაირად. ეს არის იმ პოეტების სათქმელი, რომელსაც აუცილებლად იტყოდა ვინმე გალაქტიონს რომ არ ეთქვა. მან ყველა პოეტის თავისი თანამოაზრის, თავისი კოლეგის სანაცვლო თქვა სიტყვა, რომელიც იცავს პოეზიას და არა, თქვათ, ეს არ არის ნარცისის ნათქვამი წარმოთქმული ситყვები. Დიდი რუსი პოეტის არ იყოს. Я памятник воздвиг себе нерукотворный, к нему не зарастет народная тропа, да возвысся выше он главой непокорной Александрийского столпа. Абмуps Пушкини. ვარი რაღაც პარალელი შეგვიძლია გავავლოთ. ამ დროს რა ხდება? აქ პოეტია, პოეტს არ გააჩნია ნაციონალობა. პოეტს გააჩნია დიდი პოეზია. პოეზია, რომლითაც ის იცავს საკუთარი ერის კულტურასაც და საერთოდ პოეტს ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ალბათ ადამიანს დედამიწის ზურგზე. იმიტომ რომ პოეტი არის ცარიელი ნერვი, აი ესეთია გალაქტიონი, რომელმაც დაიწყო თავისი პოეტური კარიერა ქუთაისში, მაშინ ქუთაისი 10-იანი წლების ქუთაისი არის პოეზიის მექა. აქ ბევრი არაჩვეულებრივი პოეტი, დიდებული პოეტი მოღვაწეობს და დგავს პირველ ნაბიჯებს. შემდეგ ეს ცენტრი გადმოდის თბილისში. აქ არიან სიმბოლისტები, აქ არიან ჩოხიანი დადაისტები, აქ არიან სოფლიო ავანგარდის აკვანთან მდგარი დიდი არტისტები. გულისხმობ, ეს არის H2, SO4, 41 გრადუსი, რა ვიცი, ჩოხიანი დადაისტებიც იყვნენ ასეთი, აი გამორჩეული, აქ ქართველს მაინც უცნაურის აქვს, ხო? აი სად დადაიზმი და შემოსა ჩოხი. ვთქვათ, ეს ქართული ერმისა. თორე ეს პატარა ერის, მცირე რიცხოვანი ერის, რა თქმა უნდა, კარგი თვისებაა თავდაცვის და თავის სიამაყეს წარმოჩენის. და აი ესეთ საინტერესო ეპოქაში, ესეთ საინტერესო დატვირთულ დროში მოუხდა გალაქტიონს ველოს გატანა, დიდი ველოს, თავარი ველოს გატანა. პოეტა მეფე. მაგრამ ვიდრე პოეტა მეფე გახდებოდა, მან ეს ტვირთი იტვირთა მას შემდეგ, როდესაც მოხდა ჩატარდა დიდი რეპრესიები, საშინელი რეპრესიები.
ფაქტიურად სისხლისგან იცლება ქართული კულტურა, ქართული პოეზია. ნაწილობრივ ზოგი მოექცა სოციალიზმის გავლენის ქვეშ და ის საუკეთესო თვისებები პოეტისა, რასაც ეს პოეტები ატარებდნენ, დარჩა წარსულში. ძალიან ძნელი იყო. ეს უდრიდა უსკრულის სიარულს, რაც გააკეთა გალაქტიონმა. შეენარჩუნებინა დიდი ქართული პოეტური სიტყვა, ყოფილიყო ნოვატორი და ამავე დროს საკუთარი თავიც მოეტანა. საკუთარი თავი, როგორც დიდ პოეტს, როგორც დიდი ტრადიციების გამგრძელებელს. გაფენდა ცეცხლის მზე აენთო, აცურდა დროშები ჩქარა. თავისუფლება სულს ისე მოსწურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდ წყარო ანკარა, დროშები ჩქარა. მზეოთი ბათვისა, ლოცვად მოყრელი გრაალს შევედრები. იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები. მე ძლიერ მიყვარს ისფერ თოვლის, ქალწულებივით ხიდიდან ფენა. წუხარე გრძნობა ცივის სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ქალაქში, ტვერში, წაიქცა ბავშვი, უკრის თვალებით, თმით, მიმოზებით. და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზი. ანგელოს ეჭირა გრძელი პერგამენტი. მწუხარე თვალებით მიწას დახურებდა. შვიდობით, ტყულად მოგენდე. ელვარეს საღამო, ალმას სახურეთ. დიდი მადლობა. ბატონო ვიღაც. დიდი მადლობა ესეთი საინტერესო იმპროვიზაციისთვის. ეს იყო